გამარჯობა, მოგესალმებით IFC Global-ის YouTube არხზე. ჩვენი პოდკასტი IFC 23-ის წინ. დღევანდელ პოდკასტში ჩვენთან ერთად იქნებიან ამ საღამოს, მთავარი წარმომადგენლები. ცოტნე სულთანიშვილი, რომელიც სატიტულო ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას, ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია ამ ქარდზე და რა თქმა უნდა, ორგანიზაციის პრეზიდენტი კოჩა სმოიანი, მე ვაკო ყიფიანი, ორგანიზაციის მედია მენეჯერი და იმედია რომ საინტერესო საუბარიც გამოგვივა, მით უმეტეს ძალიან მალე იქნება უკვე ჩვენი ღონისძიება, სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი და მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გითხრათ ამ პოდკასტის მიმდინარეობისას. უპირველეს ყოვლისა მადლობა რომ მოხვედით, მით უმეტეს ახლა როცა წონის კლების პროცესია, იმზადებით ნიშნულოვანი ბრძოლებისთვის. მაინტერესებს რამდენად კარგად გაიარეთ, მით უმეტეს ვიცი რომ ვიყავით ტაილანდში, ეს დადგმული რო არის ხოლმე, ხო იცი წინასწარ რომ აი როგორ გაიარეთ მომზადების ეტაპი. ვიცი რომ კარგად გაიარეთ მომზადების ეტაპი, მაგრამ მაინც თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენს ტაილანდურ მოგზაურობას და თავისთავად შეკრებას. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. როგორც ყოველთვის, მომზადებას არ ვაკლებ არც ერთ ფაზას. 24/7-ზე რო იტყვიან ვარ მობილიზებული, გადართული ვარ ბრძოლისთვის. ჩემ თავთან მინდა ვიყო პირველ რიგში მართალი. რაც შეეხება ტაილანდს, ტაილანდი იყო ძალიან მაგარი. ერთვიანი სბორი გავიარე ერთ-ერთ საუკეთესო თიმში, ბექა ღვინიაშვილთან ერთად. არ დავაკელით იქაც არც 1%, მით უმეტეს მოგეხსენებათ მანქანა დამეჯახა და როგორც რკინისკაც შეეფერება ავდექი და ჩვეულებრივად გავაგრძელე მზადების პროცესი. ჩემი მოწინააღმდეგე არის ტურაევი, რომელიც იმუქრება და ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია ამ მსგავსი რაღაცეები. მას თუ გონია რომ თავის ჭიდაობით ჩემს სტრაიკინგს შეაჩერებს, ძალიან ცდება. უბრალოდ მარტივად მოვახერხე მის დამარცხებას და სატიტულო ბრძოლა იქნება ჩემი, იმიტომ რომ ეს დღე 4 აპრილი არის ჩემი. ჩემ თავს დავუმტკიცებ პირველ რიგში და მე სხვა დანარჩენს. მაინტერესებს თვითონ ტურავმა კი ბატონო გამოგიწვია, მაგრამ შენ თქვი რომ ჩემი სტრაიკინგით ვეცდები ჭიდაობის განეიტრალებას. ჭიდაობაში როგორ ხარ? ამ ერთმა თუ შეგცვალო ბეკასთან ერთად იყავი და. არაერთხელ გამიჩერებია ტურავზე ბევრად მაგარი მოჭიდავეები ჩემი სტრაიკინგით. და კიდე ბევრს გავაჩერებ. ჭიდაობას რაც შეეხება, მზად ვარ უკვე ჭიდაობისთვის. საკმაოდ კარგი მომზადება გავიარე ჭიდაობის მხრივაც. დამეხმარა რა თქმა უნდა ბექა და კიდე ბევრი ძალიან მაგარი ბიჭი ამაში. და კომფორტულად გრძნობ უკვე თავს, ჩემი რეაქცია, სისწრაფე, ყველაფერი არის მობილიზებული რა, მაგის ფიქრი არ მაქვს რომ რაღაცაში შეიძლება გავიჭედო რა, უბრალოდ ავალ რინგზე და ჩამოვალ გამარჯვებული, როგორც ყოველთვის. საინტერესო იქნება ნამდვილად ეს დამაჯერებელი. კი, დამაჯერებელი. UFC-ზე აქვს პრეტენზია, ტურაევს არ შეხვედრია ჩემი აზრით, ჩემნაირი ძლიერი სპორტსმენი რა, რო გადავხედოთ მის შედეგებს და ასე შემდეგ. 5-2-ზეა ხუსნი 5-2-ზე აქვს, მე 4-0-ზე მაქვს, ჩემი ნულიანი არის, თუ ბიჭი არის, ჩამოვიდეს და დაწეროს ჩემ რეკორდზე 4-1 და მაგას ყველაფერს გავარკვევთ 4 აპრილს. დიდ ოქტაგონზე. ფაქტია რომ მაგრად ხარ დატენილი და ბრძოლისთვის დახარ. ცოტნე არის. ანგლერმა არაფერი უყო და ეხა ტურაევმა რა უნდა უყოს. ბექა, მაინტერესებს შენ ბრძოლასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოხმაურება იყო მაჰმუდოვთან, თუმცა რაღაც გეგმები შეიცვალა. ფრანგი მოწინააღმდეგე ყავს, ისიც ძიუდოისტი არის და თან უნდა ვთქვათ რომ როგორც ვიცი, ჯიუ-ჯიტსუში არის მსოფლიოს ჩემპიონიც. რა სიტყვი, ორი თითქმის თლად იდენტური სტილის დაპირისპირებას ვერ ვიტყვით, მაგრამ ორივე ძიუდოისტი იყავით და საინტერესოა უკვე თქვენი დაპირისპირება ოქტაგონში და თუ როგორ შეაფასებ შენს მოწინააღმდეგეს? მოგესალმებით. რამოდენიმე ხნის უკან ჩამოვედით ტაილანდიდან, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე. სხვათა შორის არაერთმა აღნიშნა დარბაზში რომ მივედი სპორტსმენმა. არიციან ეხა ჩემო გულშემატკივარვა და ზოგადად გულშემატკივარმა არიცის რომ გონია ყველას რომ უბრალოდ პარტელში ვიჭიდავებ და უფრო მეტი ყურადღება მად მექნება გადატანელი, მაგრამ არა პირიქით გვეგმავ, დგომში გვეგმავ რომ გამოცდილებაც მივიღო და აქედანვე კარგი გამოცდილება დავაგროვო. ჩემი მოწინააღმდეგეს გადავხედე, ყოფილი ძიუდოისტია, რაღაცა სასწაული ძიუდოისტი არ იყო, მაგრამ გრეპლერია. ზოგადად ფრანგებს კარგი გრეპლინგი აქვთ, არა მარტო ძიუდოში, ზოგადად გრეპლინგი ძალიან კარგი აქვთ. შესაბამისებელია
აუცილებლად ზოგადად ყველა კარგად უნდა შეაფასო შესაბამისად. ჩემ თავში საკმაოდ თავდაჯერებული ვარ, პირველი ჩხუბის მერეც ძალიან ისეთი კარგი გამოცდილება მივიღე, თან არაფერი არ დავაკალი მზადებას, რაც ყველაზე მთავარია. გონია რომ დგომში ნოკაუტს გავაკეთებ. საინტერესო განაცხადია, ნამდვილად. რაც მე სტრაიკინგში ვავარჯიშე ტაილანდში, ხო, ესე ერთმანეთის შეავსეთ, ესე გამოვიდა ტაილანდში. შევავსეთ, იმ ინციდენტზეც გამოვეხმაურები, მე მეუბნეოდაც ფხილათი არის, მანქანა არ დაგეჯახოსო და ბოლოს ამას დაეჯახა. მისროლა კიდევ. ამ ვიდეოსაც აუცილებლად ნახავთ სულ მალე. და რაც ყველაზე მთავარია, შენ ბექა პირველად გიწევს სამშობლოში ჩხუბი. არა დებიუტი უნდა ყოფილიყო შენი, მე გადაიდო, მე ჩვენთან წამოხვედი, რაც ძალიან მახარებს. გერმანიაში ქონდა დებიუტი და რა სიტყვი უკვე იმაზე, რომ შინაურ კედლებში თბილისში სპორტის სასახლეში მოგიწევს ქართულ კომაკთან გამოსვლა და შენი ქვეყნის დროშის დაცვა. რა თქმა უნდა, საპასუხისგებლოა, მაგრამ არაერთხელ მიჭიდავია ძველი სპორტის სასახლეში ორჯერ მაქვს გრანდსლემი მოგებული. და საქართველოში ჩვენ კედლებში უფრო მეტი мотиваცია, უფრო მეტი ჟილკა გეძლევა ადამიანს რო გახდე ჩემპიონი და ეს ყველაფერი კიდე 10 მაგათ და 100 მაგათ მაძლიერებს. მაგის განცდა არ მაქვს, რომ ჩვენ კედლებში ჩვენი გულშემატკივრების წინ რაღაცა ემოციური ფონი იქნება, არამე მსგავსი პირიქით უფრო მეტად მოტივირებული ვიქნები და უფრო მეტად დამაჯერებელი. ძალიან საინტერესოა. გოჩა, შენ კითხავ, კარდი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, დაიხურა ბოლოს ერთი ასეთი ბრძოლით, ლაშა მესხი დაგვემატა კარდზე, გეტყვით IFC 23-ზე. მან რკენაურზე მოიგო თავისი ბრძოლა და ზუსტად 3 კვირაში აიღო ეს მეორე ჩხუბი და ლაშა იჩხუბებს ჩვენთან. ზოგადად ქართს როგორ შეაფასებ და რას უნდა ელოდოს კომაგი IFC 23-ისგან? მოგესალმებით ჯერ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა უთხრა ლიდერბეტს ამ საშუალებისთვის. რაც შეეხება ქართს. ასე ვთქვათ, დავიხვეწეთ ჩვენს, მოუმატეთ ნელა-ნელა იქ რაღაცა სადაც ჩავარდნა ქონდა, იქ ისიც დავხვეწეთ, უკეთესი გამოდიოდა ყოველი ღონისძიება. ეს არის ბევრად ასე ვთქვათ, მაღალი დონის ღონისძიება იქნება, ბევრად დახვეწილიც. და მე ეს კარდი რაც შეეხება მებრძოლებს უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კარდია რა, იმიტომ რომ სადაც ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებს, სადაც ცოტნე სულთანიშვილი, სადაც წაუგებელია ლევან მაყაშვილი, ასევე UFC-ის პირველი მებრძოლი იყო და სხვა საინტერესო მებრძოლები არიან კიდე და მე ვფიქრობ ესე რომ ეს 4 აპრილის ღონისძიება იქნება, რაც აქამდე ყოფილა ყველაზე, ასე ვთქვათ, დაუნდობელი და საინტერესო და შოუს მომცველი, ასე ვთქვათ რა. კი, შეიძლება თამამად ამის თქმა, იქიდან გამომდინარე, რომ შენ ჩამოთვალე ეს მებრძოლები, გვეყოლება ასევე ნოდარ კუდუხაშვილი, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ აქტიური მებრძოლი იყო, მცირე პაუზა ჰქონდა ნოდარმა ჩვენს ორგანიზაციაში წააგო სატიტულო ბრძოლა ბრაზილიელ ჟონას ბოენოსთან და აქვე გეტყვით, რომ მას ფაქტობრივად ეძლევა შანსი, რომ თუ ორი ბრძოლის შემდეგ თუ ორ ბრძოლას მოიგებს ორგანიზაციაში, რევანშის შანსი მიიღოს ბრაზილიელ ჟონას ბოენოსთან. მოგეხსენებათ, ბოენომ მოიგო ტექნიკური ნოკაუტით მესამე რაუნდში ის დაპირისპირება და გარდა ნოდარ კუდუხაშვილისა ყავს საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლები, ლაშა მესხი ვახსენე და საკმაოდ აქტიურ ურთიერთობაში ვართ ასევე ჩვენ უზბეკეთთან და რამდენიმე ისეთი ვარსკვლავი, მაგალითად ამანიაზოვა, გოგონა, რომელიც არის იმაფის მსოფლიოს ჩემპიონი, იქნება ასევე ჩვენს ქარდზე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ 10 ჩხუბი არის, 10 ბრძოლა და ყველა ბრძოლა ისეთი იქნება საინტერესო და დაძაბული. ცოტნე შენი 4 ბრძოლიდან იყო 3 ნოკაუტი, 1 გადაწყვეტილება, ყველაზე მეტად გამორჩეულ ბრძოლაზე, საუბარი შორს წაგვიყვანს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიცის ეს ბრძოლა, მე მგონი სოციალურ ქსელში ადამიანები არის დარჩენილი, ვისაც შენი გამარჯვება რუსტამოვთან არ აქვს ნანახი. ტურაევზე შენ თქვი, რომ არის კარგი მოჭიდავე. ზოგადად გეგმა თუ გაქვს ასეთი, როგორ ფიქრობ მის დამარცხებას და რა სტილში? როგორც ყოველთვის რა, სტრაიკინგი იქნება ჩემი შეუცვლელი პოზიცია. ჩემი ძლიერი მხარი არის სტრაიკინგი. დაცვაზე ვიმუშავე ძალიან ბევრი, ძალიან კარგად განვითარდა ეს ყველაფერი. ანუ ხედვა, რეაქცია გაუმჯობესებული მაქვს. აქამდე რაც მქონდა, მოგეხსენებათ, ჩემი გამძლეობა კარდიო არის ძალიან მაღალ დონეზე. ანუ მადლობა თორნიკე ბახტაძეს ამისთვის, ხო? მართლა, მადლობა თოკომას. ნახავს და გაუხარდება.
ხო, ანუ აი ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა შემაჩეროს რა. აი ყველანაირად გავიარე, მთელი გული და სული მაქვს ამ ბრძოლისთვის ჩადებული რა. გინდა ჭიდაობაში, გინდა სტრაიკინგში, გინდა გამძლეობა, ყველაფერი ნანახი მაქვს მე. მისი ბრძოლები, რავი, პირველ რაუნდს ყველა მომატებ ხა ერთად გვიწევდა შეკრების გავლა ტაილანდში და ხშირად ცალკე ვარჯიშს ვატარებდით, მარტო მე და ცოტნე ვიყავით საღამოს ვარჯიში ხშირად არ იყო ხოლმე და ხანდახან ჭიდაობაში ცალკე მზადებას გავდიოდით. ძალიან სწრაფია. მარტივად ვერ შევდიოდი რა. თუ საკმაოდ აი კარგად არ მიხვედი ახლოს და ისიც წონიდან გამომდინარე ალბათ მაგიტო შევდიოდი და ძალიან გამომდინარე, თორე დარწმუნებული ვარ ის ვერ მოახერხებს ფეხში შესვლას. ისე იცავდა თავს, მე რაც ვნახე. ჯიუდოისტი ვარ და ვიცი სტრაიკერი რო ფეხის დაცვას ესე ასე ვთქვათ ისწავლის და დაამუშავებს ამ მოკლე ვადაში რაღაცა სულ რაღაცა წელიწად ნახევარში საქართველოში რო დაუბრუნდი რა დარბაშიც რო ვისპარინგე ვისაც კი გადავყავდი აქამდე და მაკონტროლებდა რა თვითონ ის ბიჭებიც კი გაუცებულები იყვნენ რა მწვრთნელმაც მითხრა დოგოგიამ რო იქ რა ჩაიდინე ეგეთიო რა ანუ იმდენად უჭირთ უკვე ჩემთან ფეხში შემოსვლა და მით უმეტეს მე გადაყვანა და კონტროლი რო მეც სხვათა შორის დავფიქრებული ვარ რა მეთქი როგორ რანაირად ესე რა ალბათ ეს ყველაფერი არის ბევრი შრომის შედეგი ბევრი წვალების და ეს ყველაფერი ფასდება დღეს თუ არა ხვალ ზუსტად ვიცი რომ ამერიკულ ორგანიზაციაში UFC-ში ჩემი სახელდაგვარი გაიჟღერებს აი მამაში ვარ დარწმუნებული ეს ჩემპიონობის პირველ რიგში სანამ ამერიკულ ორგანიზაციაში გადახვალ ასე ვთქვათ ჯერ ისეთი ბრძოლა გელის და ის იმ ორგანიზაციაში უნდა დაიმსახურო კამარი სადაც არანაკლები ასე ვთქვათ რა თქმა უნდა აი ეს იქნება ჩასადები იმიტომ რომ ის მოწინააღმდეგე ასე ვთქვათ პირველი ბრძოლა ჩაატარა თუ ორი ერთი ბრძოლა ყავს ქართული რევანში არის ასაღები მით უმეტეს ქართული რევანში არის ძალიან მაგარი ბიჭია და პირველ რაუნდში დაამარცხა ამ ორგანიზაციაში სამჯერ ვარ Strike MMA-ში მსოფლიო ჩემპიონი. ჯერ ვერავინ ვერ წამართვა კამარი და ეს კამარიც ნამდვილ MMA-ის კამარი. მე არ ვაკნინებ ამას, მაგრამ მე მაშინ როცა ჩვენ გავისვენით მაშინაც გითხარ რომ უნდა გადასულიყავი ნამდვილ MMA-ში, რომელიც რეალურად მომავლის სპორტია, რომელიც თავმაც შეიძლება ითქვას რომ სულ ცოტა ხანში იქნება ისეთ დონეზე რომ კიდევ უფრო დიდ სპორტებს გაუწევს თავისუფლად კონკურენციას და მით უმეტეს როცა ვსაუბრობ ჩვენ UFC-ზე UFC-ს გარდა ძალიან ბევრი დიდი ამერიკული ორგანიზაცია შეიძლება ძალიან ბევრი არა მაგრამ ორი შეიძლება ისეთ გამოჩ კი PFL-ია ახლა როგორც ვიცი არის კიდევ ახალი ორგანიზაცია MVP რომელიც გამოჩნდა და კი ნუ საომალო გეგმებზე როცა მიმდინარეობს ხოლმე საუბარი, შემიძლია აქ ჩვენი ეთერის საშუალებით დავაანონსო, რომ სულ ცოტა ხანში IFC გლობალი გააფორმებს ოფიციალურ ხელშეკრულებას კანადურ 3-star gym-თან, რომელიც არის კანადაში ერთ-ერთი უდიდესი დარბაზი, საკმაოდ ბევრი კარგი UFC-ს მებრძოლია, ვარჯიშობს ხოლმე იქ და ასე რომ ბევრს გაიხსნება ნამდვილად ჩანსი. გოჩა რა თქმა უნდა ივენტს მალე გვენახოს IFC ივენთი ამერიკაში ჩატარებული. აი ეგ არ ვიცი რამდენად მაგრამ თუ კიდევ უფრო მეტად დავფართოვდებით კი იმიტომ ევროპაში ჩვენ ვართ წელს დაგეგმილია ასევე კარდი უნდა ვთქვათ ესპანეთში უნდა აღვნიშნოთ რომ არის ასევე კაიროზე ფაქტობრივად კაირო გადაწყვეტილი არის კი ბატონო 27 ივნისს ეგვიპტეში გვექნება კარდი და ვცდილობთ რომ აფრიკის აზიის და ასევე ევროპის კონტინენტზეც ნუ ჩვენ დატენილები ვართ. კი ბატონო, ნამდვილად. ბეკა, როგორც თქვი, ძალიან ბევრჯერ შენ ისეთ ტიტულები გაქვს მოგებული ქართულ ძიუდოში, უდიდესი სიტყვა თქვი. რას უნდა ელოდოს ქართველი კომაგი შენგან MMA-ში? უპირველეს ყოვლისა, ჯერ აი აქ საქართველოში და შემდგომ უკვე რა გეგმები გაქვს თქვათ სოფლიო ასპარეზზე გასვლასთან დაკავშირებით? ჯერ ზედმეტად ფიქრები არ მჭირდება, ნუ არ მაქვს რაღაც. ნელა მივყვები ნაბიჯ ეტაპობრივად გავდივარ. ყოველივე ბრძოლაზე, რა თქმა უნდა, დიდ გამოცდილებას მივიღებ და იქიდან გამომდინარე გამოცდილი არის და წარმატებული არის. იქიდან გამომდინარე მე უკვე შევაფასებ ჩემ თავს, ჯერ ვერ შევაფასებ. ჯერ მაინც ეხა რასაც გეგმავ თუ კარგად გამომივიდა, უკვე შემეძლება რაზე ვიფიქრო და ვისთან ჯგუფზე ვიფიქრო. ნუ ესე არ მაქვს რა, სად ვიქნები და როგორ ვიქნები. მივყვები ნენელა. ველოდებით ძიუდოისთან ნაკრებს IFC 23-ზე? რა თქმა უნდა, მაგათი გულშემატკივრობა ჩემთვის ძალიან მაგარი იქნება ეხა.
პატარა რაღაც არ მაქვს გაკეთებული ძიუდოში, მე მგონი მიმსახურებს რომ მოვიდნენ და მიგულში მატკივრონ. გამეხარდება მაგრად. უნდა აღვნიშნოთ რომ მე ვინც ესე უცბად მახსენდება თორნიკე ნაგლიაშვილი არის რომელიც ასევე ამერიკაში ასპარეზობს ძიუდოში და ერთი ასეთი კითხვა მაქვს. აი პირობითად ახლანდელი ძიუდოისთან ნაკრებიდან შენი აზრით MMA-ს ვინ მოერგება ყველაზე კარგად? არაერთხელ ამიღნიშნია რა გურამ თუშიშვილი რა თქმა უნდა მეც ეგ გავიფიქრე რატომღაც პირველი შეხედულობა ყველანაირად მოუხდებოდა ჩემი აზრით რინგს რა აი მე მაგის ხასიათი რო ვიცი ზონაში კიდე ძალიან ისეთი დეფიციტია კი დეფიციტია და თან ყველა იღლება და ეს უფრო ათლეტია და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ნუ ხასიათი აქვს მებრძოლი ადამიანია რა ეხა თან როგორი ტიტულოვანია და ნახოთ შეიძლება გადმოვიდეს არ არის გამორიცხული. ო, სხვათა შორის სანამ კიდე გოჩას დაუბრუნდები, ერთი ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ შენ ასევე გამოწვევა მიიღე ჟონას ბოენოსგან, ბრაზილიელი მებრძოლისგან, რომელზეც როგორც უკვე აღვნიშნე, ნოდარ კუდუხაშვილმა მოგეხსენება, რომ ნოდარ კუდუხაშვილი დაამარცხა. ჯერჯერობით ალბათ მართლა ისეთი ეტაპია, იმიტომ რომ მას აქვს 60-მდე ბრძოლა გამართული დაახლოებით და რომ შენ თქვი რომ ეს 3-4 ბრძოლის მერე მასთანაც შეიძლება ძალები მოსინჯოა და კი რა თქმა უნდა ნუ აი ახლა ამ ჭუბზე შევხედავთ როგორ გამოვალ როგორ მივიღებ ამ ყველაფერს შესაძლებელია მაგ ყველაფერზეც ვფიქრობ სხვათა შორის ნუ ჯერ იქამდე მისასვლელი მაქვს რამოდენიმე ბრძოლა ჩასატარებელი მაქვს იმ ბრძოლაზე კიდე ჩემი თავი მაქვს დასანახი თუ როგორი ვარ და მანდიდან გამომდინარე გადავწყვიტავთ მე ერთობლივად არის ჩემპიონი ეს ერთობლივად გადავწყვიტავთ ესა ვაკო და მაგრამ ეხა რო ვფიქრდები თვითონ ოპონენტი როგორიც არის გადავხედე მაგის ბრძოლებს ნელია სხვათა შორის ნელია და ჭიდაობს უფრო მეტად და ჩემი აზრით ცოტა ნელებთან და მოჭიდავეებთან უფრო კარგი ვარ კარგი ხარ, მაგრამ ისიც კარგია, რომ ჩქარი არ ახარ, ჩქარი რო არ ახარ, კარგია. ო, ეგეც კარგია. და ამიტომ ბოენო არის ჩემპიონი. კაი ბრძოლა მოიგო კუდუხაშვილი დაამარცხა, კუდუხაშვილი არ არის, ასე ვთქვათ, ხელწამოსაგრავი მებრძოლი. კაი ბიჭია, დიდი, ასე ვთქვათ, რეკორდის და დიდი ისტორიის მქონე MMA-ში მაგას ისეთ ბიჭებისთვის აქვს მოგებული, რომ ცოტა არ იყოს მე უფრო მეგონა რომ ნუ და რა მოიგებდა მაგრამ ნუ MMA-ია და რაც შეეხება ბეკას და ბოენოს ჭხობს ბეკას გასავლელი აქვს ის ეტაპები აუცილებლად ეგრევე ორი ჭხობის მერე გადავწყვიტოთ ორი ჭხობის მერე შევხედოთ შესაძლებელია ყველაფერი ნიჭიერია გასაგებია ყველანაირად პერსპექტიულია ბეკა მაგრამ მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ დაველოდოთ და ის და შეიძლება შანსიც იყოს ეს ერთგვარი იმიტომ რომ ორი წონის ჩემპიონი თუ ბეკა თქვა 84-ში მოიგებს 93-ში ქართულ ქამარი დააბრუნოს საქართველოში დაიდოს შეიძლება თავისუფლად გოჩა შენ შეიძლება კიდე აღვნიშნო იმას რომ ეს რა ვიცი ტყუილად არაფერი არ ხდება ხოლმე ეხლა მოწინააღმდეგე ბეკასი არის ძიუდოისტი იუნიორებში თუ არ ვსწრები სოფლიო ჩემპიონია და ბეკა და ნუ შეხვედრილან თურმე წლების წინ კიდევაც და დღეს საკითხი იმაზე როგორც გავიგე ძალიან ადრე შეხვედრილები უყოფილვართ და მომიგია მისმა მენეჯერმა ესე თქვა და ნუ ბეკამაც გაიხსენა და გამოდის რომ ოდესღაც შეხვედრილები ყოფილან ბეკას მოუგია როგორც ვიცით მაგრამ ნახოთ MMA-ის ასე ვთქვათ წესებით რას ვიხილავთ რა როგორ მე იმედი მაქვს რომ კაი ბრძოლა იქნება და დანარჩენი ნუ მე ხავ გეგმა მაინც მოჭიდავია რომ გომში ვიჩხუბო მაგრამ სადაც ჩანსი მომეცემა იქ დავამთავრებ არ დავიწყებ ზედმეტ რაღაცას საინტერესო რა თქმა უნდა თქვენი ბრძოლა გამოცდილებასაც გასაგებია რომ ორივე ჭიდაობა იცით მაგრამ მაინც ძიუდოისტი რო გომში იჩხუბებს უფრო კარგი იქნება ბილეთების გაყიდვა ძალიან ასე ვთქვათ კაი ტემპით უნდა აღვნიშნო ესეც რა თქმა უნდა იმიტომ რომ სულ დარჩა რავი 8 დღე თუ 9 დღე დარჩა და ბილეთები იყიდება რაზეც მადლობა ყველას ვისაც სულ პატარა წვლილი შემოგდა შემოდის და მოსვლა უნდა და გულშემატკივრობა იჩქარეთ და არ გამოტოვოთ ეს საღამო
უგულშემატკივრად ბიჭებს. იხილავთ მაგარ ბრძოლებს და ძალიან მაგარი შოუს. 10 ბრძოლა გველოდება ქართს რო ჩავხედოთ, მართლა სახელები ისეთია რომ ისეთ სიურპრიზს ვამზადებთ კიდევაც. მაგას მე აღვნიშნავ. აუცილებლად შოუს კუთხით ის და რა იქნება შოუს კუთხით, მაშინ ახლავე კითხავ ამას და პლუს ამას საინტერესო ის არის რომ რამდენიმე ისეთი მებრძოლია როგორც აღვნიშნეთ ჩვენ უზბეკეთიდან, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდათ სოციალურ ქსელში და უნდა აღვნიშნოთ რომ აი ეს აზიური ბაზარი საკმაოდ აქტიურობს იმაზე რომ ჩვენთან ბრძოლები ჩაატარონ და რა სიტყვი ზოგადად ამანიაზოვიზე ვისაუბრეთ, ასევე არის ტიკტო მურადოვი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და ისეთი უკვე გამოცდილი და ისეთი საკმაოდ პოპულარული სპორტსმენია. რა თქმა უნდა, უზბეკეთი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, ჩვენი ორგანიზაციისთვის. მინდა ტაშკენტში და სამარკანდში ღონისძიების ჩატარება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. იმედი მაქვს ჩავატარებთ ღონისძიებას. ძალიან დიდი დაინტერესება იქით ამ მხრიდან, სპონსორების კუთხითაც გულისხმობ და რა ვიცი, ბიჭები იბრძოლებენ ახლა, უზბეკები, გოგოც იქნება, იბრძოლებს და ასე ვთქვათ, ეს საღამო გვიჩვენებს, რამდენად გამოგვივა, ასე ვთქვათ, კოლაბორაციაში შესვლა და ღონისძიების ჩატარებას რა. მათთან ერთად. რა იქნება მაშინ ის სიურპრიზი, რო უთხრა გულშემატკივრ. სიურპრიზი აღარ გამოვა მე, მაგრამ არა, არ სიურპრიზი არის და ექსკლუზივი. ეს არის, ანუ ზოგადად ჩვენ სხვა ორგანიზაციები რო შემოდიან, ასე ვთქვათ, ჩვენ იქიდან ვიღებთ პოზიტივს, იმიტომ რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია ჩემთვის და ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის ეგ არის და მე უფრო ასე ვთქვათ, უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს ამ შოუს კეთებაშიც, მებრძოლეების ჩამოყვანაშიც, კაი ბრძოლების გაკეთებაშიც და ჯანსაღი კონკურენცია. ამიტომ ვიფიქრე შოუს კუთხით და ისეთი რაღაცა დავაორგანიზე, რომ მე მგონი რომ გამოტოვება არღის, ასე დავატოვე ეს. ბოლომდე არ გვეუბნები. ასე რომ უნდა მოყვიდეთ 4 აპრილს სპორტის ასაკში. ძალიან საინტერესო იქნება, აი ისე რომ ყველას რამდენიც იქნება 5000 იქნება თუ 10000 კაცი იქნება, ყველას რომ დაბურძგლავს ისეთი რა საინტერესო ინტრიგა. უნდა გითხრათ ასევე რომ გარდა იმისა რომ საკმაოდ აქტიურად გადის უკვე ჩვენი ანონსები Silk Universal-ზე და Silk Sport-ის სპორტის არხებზე და იქიდან გამომდინარე რომ სტრიმი ასევე იქნება, რა თქმა უნდა, ოფიციალურ ვებგვერდზე ლიდერბეთის, მაგრამ ვინც არის Silk-net ქსელში ჩართული, Silk Sport 2-ზე შეეძლებათ პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა თავიდან ბოლომდე ბიძინა ბარათაშვილთან, Silk-net-ის სპორტის არხების გენერალურ პროდიუსერთან შედგა ეს შეთანხმება, გვექნება Silk Sport 2-ზე სრულად ჩანაწერი, უბრალოდ სრულად პირდაპირ რეპორტაჟი და გამეორებას უკვე ვინც თქვათ ვერ მოახერხებს დარბაზში მოსვლას, ვინც ვერ მოახერხებს თქვათ სოციალურ ქსელში ყველა ნახავს, მაგრამ Silk Sport 2-ზე ნახვას, Silk Universal-ზე იქნება უკვე ამ ყველაფრის გამეორება და ვფიქრობ რომ იგივე ის რაც გაკეთდა რკენაზე რომ თქვათ გავიდა ტელევიზიაში, ყველაზე მთავარი არის ეს რომ ტელეკომპანიებმა აი ამ სპორტს MMA-ს მისცენ ფართო ასპარეზზე გასვლის საშუალება და მადლობა კიდევ ერთხელ როგორც აღვნიშნეთ Silk-net-ს იმისთვის რომ ეს შეთანხმება შედგა ჩვენს ტელეკომპანიას, ჩვენს ნეტო ეგრე იყო ჩვენი ტელეკომპანიას ქონის, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციასა და მათ ტელეკომპანიას შორის. ცოტნე კომაგები როგორც ყოველთვის ბევრნი არიან ხოლმე შემხარდასაჭერად და ამ ივენტზე რას ველოდებით? ანუ მით უმეტეს ისეთ ჩხუბებზე მოსულან საწყის ეტაპზე მარინ ბეზერდიჩთან მოგებაზე უამრავი იყო და არიან უკვე ჩემი გულშემატკივრები, ჩემი სპონსორი Carline მოდის, ჩემი მაისურები ეცმოვათ და ძალიან მიხარია ეს, ასევე ჩემი სამეგობრო, სანათისაო, საახლობლო ქართველი კომაგი ვინც კი არის და მიცნობს, ყველა მზად არის იხილოს ჩემი დაუვიწყარი ბრძოლა როგორც ყოველთვის რა და მათ ვპირდები ძალიან მაგარ ბრძოლას, ძალიან მაგარ სანახაობას და რა თქმა უნდა, კარგი შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა. რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ რთული არაფერი არ არის ჩემთვის, ყველაფერი გადაილახება და გავიმარჯვებთ აუცილებლად. ჩვენ დაგავიწყდა ერთი რაღაცაზე ყურადღების გამახვილება. 100-ზე მეტი ადამიანი მოდის რაჭიდან შენი ბრძოლის სანახავად და ეგ აუცილებლად უნდა აღვნიშნო. რა თქმა უნდა, ჩემი რაჭა ყოველთვის ჩემს გვერდით არის და არასდროს არ მოვიწყდება. ტრადიციულად გამარჯვების მერე მივდივარ ჩემს მეორე სახლში რო იტყვიან რა, რაჭაში ჩავდივარ გამარჯვების მერე ტრადიციულად ჩემს ხალხთან, რომლებიც ყოველთვის მელოდებიან და რა თქმა უნდა, ტრიბუნაზეც იხილავთ რაჭას.
ძალიან კარგი. ბექა, სხვა ბრძოლებზე რა სიტყვი, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ არის მეორე სატიტულო ბრძოლა და ლევან მაყაშვილის შანსებზე რა სიტყვით, იმიტომ რომ ერთად გიწევთ ასევე ვარჯიში და ბრაზილიელი მეტოქი ყავს მას სატიტულო ბრძოლაში. ლევანი ჩვენი ძმა არის, როგორც ყოველთვის გიჟურად არის მზად და აპირებს რა თქმა უნდა დავაძინებო დარწმუნებული. პირველ რაუნდში უნდა დააძინოს. ლევანი ხა ის იმ ხელზე გამოსტილი სპორტსმენია, რომ საერთოდ არც ნერვიულობ რა. ძალიან თავისუფლად გამოვა და თავისათქმელს იტყვის რა. ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ 15 წლიანი პაუზის შემდეგ ლევან მაყაშვილი პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში ქართული დრო შეაფრიალა, ბრუნდება სამშობლოში, ესეც ერთმანეთს შევავსებთ. მოხდა. კი, ჩვენს ეგ ძალიან ორგანიზაციასთან მაგარია. სტიმულს ვაძლევთ ერთმანეთს რა. კი, ესეთ კარდი, რაც უფრო ძლიერი კარდია, მით უფრო მაგრები ხდებით ჩვენ და მით უფრო ვავსებთ ერთმანეთს ეგრე. მაშინ ბოლოსკენ გოჩა რა იქნება სამომავლო გეგმა ორგანიზაციის ამ ღონისძიების შემდეგ თავისთავად უპირველესია ამ ეტაპზე ერთ კვირაში არის ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება, თუმცა ქართულ მებრძოლებთან დაკავშირებით იგივე ასე რომ ვთქვათ, მთლიანად ორგანიზაციისთვის რა იქნება ამ წელს მაქსიმუმი, ვთქვათ, საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებში. პირველ რიგში მებრძოლებზე ვიტყვით, შეიძლება მებრძოლები ანუ ამ ქარდზეც რაც ვისაუბრეთ და ამ ქარდსაც შევხედავთ, უკვე გასაგებია, რომ რამხელაზიანი აწეული დონე ხო მებრძოლების, მაგრამ კიდე უფრო მეტი და მეტი, იმიტომ რომ ორგანიზაციის ასე ვთქვათ რეიტინგს და იმას დონეს წევს მებრძოლი, ხო? გასაგებია ის შოუ და ეს ყველაფერი, მაგრამ ესეთი ბიჭები და მათი მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, შესაბამისად, როგორებიც ჩვენი მებრძოლები არიან, მაგრამ ბრძოლას უაჩვენებენ, რეიტინგი აიწევა, სანახაობა იქნება, ხალხი დაინტერესდება, სპონსორები დაინტერესდებიან უფრო მეტი და პირველ რიგში მებრძოლებზე მაქვს ანუ ეს აქცენტი რა, ყურადღება და რა ვიცი, ამაშიც გვიმართლებს თუ რაღაცას მივახციეთ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში თუ ვინმე არის ტიტულოვანი იქნება თუ წესიერი იქნება თუ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ყველა ორგანიზაციას პატივს ვცემ, დიდი პატივისცემა ჩემგან, უბრალოდ გამორჩეულად არიან ჩვენს ორგანიზაციაში, ასე ვთქვათ, წაუგებლებიც და ნამდვილი მებრძოლები და ლეგენდები ძიუდოს იქნებიან თუ ჭიდაობის თუ სტრაიკინგის, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ორგანიზაციის გეგმა, სამომავლო გეგმა, კონკრეტულად ამ წელს ზოგადად ჩვენი მიზანი არის გლობალზე, ანუ გლობალური ის არის, UFC გლობალ რატო გადაერქვა, ასე ვთქვათ, გლობალი დაემატა იმით, რომ ჩვენი ინტერესი არის არა მარტო საქართველოში ჩატარება და გერმანიაში, გერმანული ორგანიზაცია და გერმანიაში, ასე ვთქვათ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც ვატარებთ ხოლმე და ეს ტრადიციად არის ქცეული, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, როგორც აღნიშნეთ, 27 ივნისს იქნება ეგვიპტეში, ასევე პანამაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უზბეკეთში და ესპანეთი, ბარსელონა აუცილებლად და უნდა, ასე ვთქვათ, მასშტაბურად გვინდა, რომ სოფლიო დონეზე, ასე ვთქვათ, არა ერთ ქვეყანაში, არამედ უფრო გავიდეთ და ჩვენი, ასე ვთქვათ, როგორც ფრენჩაიზი, ასე ვთქვათ, პატარა შვილობილი კომპანიის ორგანიზაციები დავარეგისტრიროთ და მივცეთ საშუალება, რომ აზია იქნება თუ იქით ამერიკისკენ იქნება თუ აფრიკა თუ სხვადასხვა ქვეყნები, ხო, გვინდა რომ განვითარდეთ და მისი, ასე ვთქვათ, ჩვენ სპონსორს მაგისთვის დიდი მადლობა, мотиваციისთვის, სტიმულისთვის, იმიტომ რომ გვიდგას ყველანაირად ლიდერბეტი. კიდევ ერთხელ მართლა დიდი მადლობა ლიდერბეტს, იქიდან გამომდინარე, რომ IFC ასე ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა აი ამ კომპანიის მხარდაჭერა, მადლობა უპირველეს ყოვლისა ასევე სივრცის დათმობისთვის, მთლიანად შემოქმედებით ჯგუფს, ტექნიკურ გუნდს და მოკლედ შევხვდებით 4 ապრილს. დიდი იმედი დავამატებთ. ჩვენ ბიჭებს უსურვებთ წარმატებას, გულით უსურვებთ, იქ ვიქნებით, ყველანი ერთმანეთს შევავსებთ, უგულშემატკივრებთ და 4 ապრილს მოდით და გვიგულშემატკივრეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია და შემართება. მადლობა, ნამდვილად 4 აპრილს ყველას გელოდებით 19 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში. შევხვდებით მომავალ პოდკასტში.